ახლა ჩამოგითვლით თუ რა რაოდენობის ფინანსურ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანები. შემწეობის მიმღები ბავშვები 200 ლარი, მარჩენელ დაკარგულები 100 ლარი, მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები 195 ლარი, 18 წლამდე მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 390 ლარი, პენსიონერები 70 წლამდე 350 ლარი, პენსიონერები 70 წლიდან 450 ლარი, ომის მონაწილეები 100 ლარი, დევნილები 45 ლარი. ახლა ჩვენი ძვირფასი მაღალჩინოსნების ხილვასითაც დავინტერესდეთ. მაშასე პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველთვიურად აქვთ 14600 ლარი ხილვასი. პარლამენტარებს 11680 ლარი, მინისტრებს 12410 ლარი, მინისტრის მოადგილეებს 10585 ლარი, ცესკას თავმჯდომარეს 12410, ხოლო საპენსიო სააგენტოს დირექტორს 14500 ლარი. ვინაიდან ჩამონათვალიდან ყველაზე თავმდაბლები მინისტრის მოადგილეები აღმოჩნდნენ თავიანთი ხელფასის სიმცირით, სწორედ მათთან მაქვს კითხვა. ზოგადად ცხოვრება ისეთი გაძვირებულია, ძალიან მაინტერესებს თუ ყოფნით თვითონ თვემდე ეგ ხელფასი. ალბათ ძალიან გიჭირთ და თვის ბოლოს უკვე მთელი რიგი პრობლემები გაქვთ ხოლმე და ველაპარაკეთ იქ ზემოთ. იქნებ მოგიმატონ ხელფასი ცოტათი.